Bismillah, alhamdulillah, ala rasulina, Muhammad, amma ba'd, assalamu alaikum, მოგესალმებით. მინდა დღეს ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით. კითხვები მოდის მუსლიმ საზოგადოებიდან, რომ შეიძლება თუ არა მუსლიმ ადამიანმა ეკლესიაში შევიდეს, სანთელი დაანთოს, სხვა რიტუალი ჩაატაროს და ასე შემდეგ. და როდესაც ვეუბნებით პასუხად, ისინი კიდევ გასამართლებლად მიზეზს ამბობენ, რომ აი ისინი მაგალითად რო გვილოცავენ ყურბან ბაირამს, რამაზან ბაირამს და სხვა დღესასწაულებს, ჩვენ რატომ არ გვაქვს უფლება რომ მივულოცოთ ან შევასრულოთ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ნებისმიერი ის რიტუალი, ის დღესასწაული ან ის ქმედება, რომელიც რომ თქვათ ეს იქნება ქრისტიანობაში, იუდაიზმში ან სხვა აღსავლობის მიმდევრების რწმენიდან გამომდინარე რწმენაში ასოცირდება, რელიგიური ხასიათი აქვს და ჩვენ რომ მაგათ მივულოცოთ ან შევასრულოთ, ასეთი ქმედებები რწმენიდან გაიყვანს ადამიანს. კიდევ ხა მაგალითად ის საკითხები, რომელიც რომ არარელიგიური არის კულტურული ან ტრადიციებიდან გამომდინარე, რწმენიდან არ გაიყვანს, მაგრამ მაინც საზიანო არის ამ თემასთან დაკავშირებით ცალკე ვისაუბრებთ. მაგრამ ის საკითხები, რომელიც რომ მათ რწმენასთან, რელიგიასთან ასოცირდება და ჩვენი მხრიდან მილოცვა ან შესრულება რწმენიდან გამოიყვანს. ის მიზეზი, რომელიც რომ ისინი ამბობენ, რომ მაგალითად რო გვილოცავენ და რამაზანი ბაირამი, იქნება ყურბან ბაირამი და ჩვენ რატომ არ უნდა მივულოცოთ, პატივი უნდა ვცეთ, ანუ ისინი პატივს რომ გცემენ, ჩვენც პატივი უნდა ვცეთ და ასე შემდეგ. ძვირფასო მორწმუნეებო, პატივის ცემა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც ისეთი რამ გავაკეთეთ, რომელიც რომ წითელ ხაზებს გადავაბიჯოთ და წმენიდან გავიდეთ. პატივის ცემას თუ ვიტყვით, მაგალითად ერთი მაგალითი მინდა მოვიტანო. მაგალითად პეღამბერ ეფენდიმის სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამი, ალლაჰის სალამი და მშვიდობა წყალობა იყოს მასზე, ბრძანებს, რომ აი მაგალითად მეზობლის უფლებებზე საუბრობს, ანუ ეს არ აქვს მნიშვნელობა მეზობელი ქრისტიანი იქნება, ებრაელი თუ ნებისმიერი აღსავლობის პიროვნები არ აქვს მნიშვნელობა. და თუნდაც რომ იმ პიროვნებასთან ურთიერთობა გაფუჭებული ჰქონდეს ან ჩვენი მტერიც იყოს, ბრძანებს, რომ ის რომელი მეზობელიც მშიერი დაეძინებს, ღამეს გაათებს მშიერი და თქვენ რომ მოდესაც მაძღარი იქნებით, ნამდვილ ჭეშმარიტ მორწმუნედ, ანუ მორწმუნედ ვერ ჩაითვლება. სხვა ჰადისში ბრძანებს, რომ ჯებრაილ ალეისალამმა იმდენი მესაუბრა მეზობლის ხახზე, რომ ანუ უფლებებზე, რომ ცოტაც და მეგონა რომ მეზობელი მემკვიდრე გახდებოდა. ანუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის მეზობლის უფლებები, მათზე დაფასება და ასე შემდეგ, აქედან უნდა მივხვდეთ პატივისცემაზე, მაგრამ პატივისცემა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ წითელ ხაზებს გადავაბიჯოთ. აქედან არის ორივე მხარე უნდა გააცნობიეროს და გაითვალისწინოს ის, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად ჩვენ, ანუ მუსლიმებს, რაც რომ გვეკრძალება იმის გაკეთება, რომ გვაიძულონ და ან რაღაცა რომ აი ნახეთ ჩვენ რომ ვაკეთებთ, თქვენ რატომ არ აკეთებთ? თუ მათი მხრიდან მსგავსი რამის გაკეთება, მოლოცვა იქნება, ანუ მილოცვა იქნება, ვთქვათ მეჩეთში შესვლა, ლოცვა და ასე შემდეგ და აკეთებენ ზოგჯერ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც ვალდებული ვართ, რომ გავაკეთოთ მათი გაკეთებული. ანუ მათი რელიგიიდან გამომდინარე, წმენდან გამომდინარე, თუ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგათად ჩვენი და მსხვერპლ შეწირვის დროს, თუ იმ ხორცს მიუტანთ და მიიღებს და მათი რელიგიიდან პრობლემას არ წარმოადგენს, ეს მათი პრობლემა არის, არ წარმოადგენს, მიიღებენ. ანუ ჩვენ აუცილებელი არის ის, რომ მუსლიმ ადამიანმა უნდა მიცეს ქრისტიანს, არა, თუ მიიღებს, არ მიიღებს, არაფერი, ამის არ ჩვენი მსხვერპლშეწირვა არ მიიღება და რაღაცა, ასეთი რამე არ არსებობს. მაგრამ მათი რელიგიიდან გამომდინარე, თუ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ისიც უნდა გაიგო, რომ ჩვენ როდესაც გვეკრძალება და არ გვაქვს უფლება, ანუ ვიზულებული არ უნდა გავხადოთ, ანუ ეს რომ ჩვენ ვაკეთებთ, თქვენაც ეს უნდა გააკეთოთ. რაც შეეხება მეორე მხარე ის, რომ ნებისმიერი ის პიროვნება, რომელიც რომ თუნდაც თქვათ ისლამის სახელით ან სასულიერო პირი იქნება და ასე შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა, მუსლიმი ადამიანი ეკლესიაში შევა, ზიარებას გააკეთებს, მღვდელს მაგალითად ფეხს დააბანიებს ან სანთელს დაათმს და მსგავს რაღაცებს გააკეთებს, ქმედებებს და ჩვენი მუსლიმ საზოგადოება როდესაც დაინახავს, აი მან თუ გააკეთა ეს სწორი არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმას სწორი საქციელი
გააკეთა ასეთი ქმედებებიც, რაც არ უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა მიზნით მოხდეს, ეს არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანს რწმენიდან გაიყვანს და იმ პიროვნებებმა ასეთი პიროვნებები თუ გააკეთებენ, ისინი ისლამის გასახსნელას სწორი მოწოდებისკენ კი არა, პირიქით ისლამის დასაქცევად არიან ასეთი პიროვნებებთან შორს უნდა დავდგეთ. მსგავსი ქმედებების, მსგავსი საქციე, ანუ რომელიც რომ რელიგიასთან ასოცირდება და კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ არ არის მიღებული, რწმენიდან გაგვიყვანს და ბოლოს დავამატებ ამასაც, რომ მაგალითად მინდა მოვიყვანო და რატომ არ შეიძლება მაგალითად აღდგომასთან დაკავშირებით ქრისტიანულ წავსიდან გამომდინარე, igen მათ შერავთ რომ იესო ქრისტე, ანუ ისა ალეისლამი მოკვდა და შემდეგ ისევ გაცოცხლდა და ამასთან დაკავშირებით აღდგომას აღნიშნავენ. მაგრამ ისლამის წამსის მიხედვით ისა ალეისლამი, ანუ იესო ქრისტე არ მომკვდარა, მათ ასე ეგონათ, რადგან ყურანში უზენაესი ალლაჰ თალა ასე მოგვიწოდებს, ასე გვასწავლის, მათ ასე მოიჩნოთ, ალლაჰ თალა მათ ზეცად აამაღლა, ცოცხლად, ანუ ხორციელად ცოცხლად აამაღლა. ანუ ჩვენ მათსამ რომ მილოცვი, როდესაც მივულოცავთ მსგავს დღესასწაულს, ან როდესაც მოგვილოცავენ და რაღაცას მოგვიტანებენ ამ დღესასწაულთან დაკავშირებული იმას და მივიღებთ, ფაქტიურად ჩვენ ვეთანხმებით. პირიქით, ჩვენ უნდა მოუწოდოთ, რომ ჩვენ მე მუსლიმანი პიროვნება ვარ, ჩემ რელიგიიდან გამომდინარე, შე რასაც რომ აქ გჯერავს აქ წამს ეგ მიუღებელი არის, სწორი არ არის, ჩემი წამსი ეს არის, ამიტომ ცუდად არ გამიგო, ლამაზი ფორმით წესიერად უნდა აუხსნას. და აცოდინოს რომ ეს საქმე აქედან გამომდინარე ეს ასე არის, მაგრამ ჩვენ რაღაც მიზნებიდან გამომდინარე მსგავს რაღაცებს თუ გავაკეთებთ, ჩვენ ფაქტიურად ვეთანხმებით, ანუ ჩვენი საქციელი ამას ნიშნავს. ეს ერთი და შემდეგ შუა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანებს რომ მენ თაშაბეჰ ბილ ყომი ფაჰუა მინჰუ, რომელი ადამიანიც, რომელ ხალხსაც დაემსგავსება, მათნაირად თქვათ ეს აღნიშვნა იქნება, რიტუალი იქნება და მოიქცევა, ისიც იმათთან იქნება სრომსალოს ბრძანებს. ამიტომ ჩვენი წესები გვაქვს, ჩვენი ტრადიციები გვაქვს, ანუ ისლამის ტრადიციები და წითელი ხაზები, რომელიც რომ გვეკრძალება, არ უნდა გადავლახოთ. ამიტომ ორივე მხარე მათმანასა უნდა ლამაზად უნდა გაიგონ, მიიღონ ეს ვითარება, ჩვენ მუსლიმ საზოგადოებაც რომ არ შეიძლება